79 კილოგრამი გადამწყვეტი შეხვედრა, კიდევ ერთი ფინალი გორელთა გარეშე. ერთმანეთს აკუთვნებიან გიორგი გოგრიჭიანი ამბროლაური და თორნიკე ტულაშვილი საგარეჯო წითელი ფორმით გახლავთ გოგრიჭიანი. გოგრიჭიანი, რომელმაც გუშინ ნახევარფინალში ძალიან კარგი აიქრობა გვაჩვენა, სამტრედიელი ოთარ ადეიშვილი დაამარცხა წმინდად პირველივე წუთზე კომბინაციაში პირველივე მისვლიდან ჩოგჯენში კარგი ჭიდაობით მოიპოვა წმინდა გამარჯვება. არდა გოგრიჭიანი თვითონაც ევროპის ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ფინალისტი არის, თუმცა ადეიშვილი შაშანდელი ჩემპიონია სულაც ევროპისა. მაგრამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს ნახევარფინალური დაექრება გოგრიჭიანმა და ნახოთ ეხლა ძალიან კარგად ჭიდაობს ისევე როგორც მისი მეტოქე ტულაშვილი. ტულაშვილი ალბათ მე ვფიქრობ ამ ფინალისტებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო შედარებით უცნობი კადრი არის. ეხლა აქ შემჩნევა მისცეს გოგრიჭიანს ჯერჯერობით პირველი წუთი არ გასრულებულა და ანგარიში გახლავთ 0-0. გოგრიჭიანი შავშან საქართველოს ჩემპიონი იყო კაცებში 74-ში და ევროპაზე მე ახალგაზრდებში აიღო ფინალში იჭიდავა მან. წლევანდელ ევროპაზე. აქ ვინჯოს ვიზები გახდნენ თბილისელი ლუკა შოშიტაშვილი და საგარეჯოელი ფირუს ქლიუიძე. ქლიუიძეს ნახევარფინალი ტულაშვილმა მოუგო თავისივე თანაქალაქელმა და თანაგუნდელმა. აქ უკვე 30 წამიანი საჯარი მოჩაურთეს გოგრიჭიანს. აქედან გოგრიჭიანი ეპიზოდს გააკეთებს, რა თქმა უნდა. 30 წამის მიიწურა. რაღაცა ზიტკიებს გოგრიჭიანი. ნუ კისერს ეჭირა რაღაც 20 წამი. 3 წამია დარჩენილი საჯარიმო დროის გასვლამდე. გავიდა ეს დროც და ერთი ქულა მიიღო ტულაშვილმა, 1-0 დაწინაურდა. საგარეჯოელებს სამი ფინალისტი ყავდათ და ეს ბოლოა, ორმა წააგო. ორივე ფინალი წააგეს და მესამე შანსია ქულა. ამბროლაურსაც ორი ყავდა და ერთმა წააგო. მოკლედ პირველ ოქროს მოიპოვებს ვინც გაიმარჯვებს ანუ მისი გუნდი. ხო, რაჭველებს ყავს კიდევ ორიონელი ჭიდაობს კიდევ ფინალებში, სამხარაძე და ჩიხრაძე. ახაც იგივე სიტუაცია ტულაშვილს ზემოდან უჭირავს მეტოქე, ჩამოხლინა, თუმცა საჯმა შეაჩერა ბრძოლა. გადაგჭა 23 წამი შესვენებამდე. საჯი გახლავთ ელენე ტაბლიაშვილი. ქალი მსაჯი როგორც იქნა გვერდსა ჭიდაობაში. ერთიც არ არის, რამდენიმე თუას აი ახლა კი გამოჩნდნენ უკვე ზუსტად ელენეს მაგალითზე წამოვიდა ეს გოგუები. ადრე კი ყავდა ჩვენ. გერჩენიერმად გამოკრა ეხლა გოგრიჭიანმა და არაფერი არ მოხდება უკიარა და ლამის ბოლო წამზე აიღო. 2-1 დაწინაურდა. გარეს არ მოიყო შუას არმა. ისეთი კარგი ილეთით გავიდა წინ ზედ შესვენებაზე გოგრიჭიანი. 2-1. შეგვიძლია ვნახოთ გამეორებით. ეს ილეთი თითქოს აღარაფერი აღარ უნდა მომხდარიყო და უცებ შუას არმით ორი ქულა მოიპოვა გოგრიჭიანმა და დაწინაურდა
დაიწყო მეორე პერიოდი. ამ ჩავლებიდან არაფერი არ გამოვა. მაინც ნუ ვიჩქარებთ, ნუ ვიტყვით. თუნდაც ის პირველი პერიოდის ბოლოს მომხდარი ეპიზოდი და უფრო მანამდე კიდე ეხლა გოგრიჭიანი უფრო აქტიური, რამდენჯერმე სადაფეხში შესვლა და პირიქით ტოლაშვილს მოუწოდებს საჯი აქტივობისკენ. ჩაუთავენ ახლა 30 წამს. ეს 30 წამი 66 კილოგრამის ფინალში ომარ გაზაჩუს ჩაუთეს და იქ ილეთი გააკეთა და იმ ილეთის წყალობით მოიგო. ნახოთ ახლა რა მოხდება. საზოგადოება ძალიან იშვიათად რომ 30 წამში ვინმემ ქულა მოიპოვოს და ასე თვითონ შეირგოს ეს 30 წამი. ნახოთ აბა ეხლა ტულაშვილი თუ შეძლებს აქ ქულის მოპოვებას თუ არა და მესამე ქულას მიიღებს უკვე გოგრიჭიანი, რომელსაც ახლა ცოტა არ იყოს და ზედმეტად უხეშად ჩამოარტყა თავზე ჩამოკრა. აქ შეინარჩუნა. კი ნაღამ გაიყვანა. ჯერჯერობით კი ინარჩუნებს გოგრიჭიანი. ნაღამ გაათანაბრა და ამბოლოველებს სამსმელო შტაბს ყვითელი ბარათი. ეს 30 წამი არ გასულა, ჯერ გაბლოზე ყოველ შემთხვევაში 3 წამია და აქ ახლა ამბროლავრელები ითხოვენ გაყვანა დაუფიქსირონ. მაშინ უნდა შემოაგდონ ულაშვილს. ჯერჯერობით არ შემოუგდია, მაგრამ აქ საჯებით რაღაცას თაფკირობდნენ, არა. საბოლოოდ გახდება ეხლა ანგარიში. და კი ბატონო, გავიდა 30 წამი და 3-1 გახდა ანგარიში გიორგი გოგრიჭიანის სასარგებლოდ ამბროლავრელი სპორტსმენის. აი აქ კიდე კარგი შანსი აქვს გოგრიჭიანს. მაგრამ ოჩახ ტულაშვილსაც, რომელიც კარგი სიტუაციიდან გაიქცა და აქ ახლა ეს მეორე და ცოტა უხეშად, მაგრამ თვითონ გოგრიჭიანიც რაღაცას იტკიებს. საჯისგან მითითებებს იღებენ შესახებს ავარაუდოთ, რომ არე უხეშონ ერთმანეთს და შეხვედრა განახლდა. 3-1 გიორგი გოგრიჭიანის სასარგებლოდ და შეხვედრის დასრულამდე დარჩენილია 1 წუთი და 12 წამი. დრო საკმარისი არის და თვითონ სპორტსმენები ძალიან აქტიურად ირჯებიან, შეიძლება კიდევ ვიხილოთ აქ ჩვენ გდებები. მაგრამ კიდესთან არის გოგრიჭიანი, გაიყვანა, არ არის აქ საჯმე ჩათვალება. არა, ესეც მიწოლა სპეციალურად გაიყვანა მიწოლით უბრალოდ, ილეთის მცდელობა არ აქონია. აქ ახლა საგარეჯოელებიც ედავებიან და ალხარ ჯორბენაძე უხსინდა მათ, რომ არ იყო მათი პრეტენზიები სამართლიანი. ალხარ ჯორბენაძე გახლავთ მაგიდის საჯი. და აგერ სიტუაციაში იყო ეხა გოგრიჭიანი, ტოვებდა ხალიჩას, ქულა უნდა დაეკარგას, სადა შეტევა მოხდა ჩოფჯენში და შემდეგ დაატრიალა, კიდე 5 წამი უნდა გახდეს ეხა ანგარიში. აქ საჯმა აჩვენა 2 ქულა და იმის შემდეგ კიდე დატრიალება იყო. კი 5 წამია ჩოფჯენი ტრიალი. კი ბატონო, 3-3 უწევენ რატომ გაცდა? როგორ ჩანს გავიდა ხალიჩიდან გოგრიჭიანი და ის ტრიალი ხალიჩის გარედან დაიწყო, მაგრამ 3-3 უკვე ტულაშვილის სასარგებლოდ. აი დაუწერეს 5-3. ოცდაათი წამი რჩება შეხვედრის დამთავრებამდე 5-3 იგებს თორნიკა ტულაშვილი, საგარეჯოელი სპორტსმენი.
ფეხში შესვლა ცდილობდა გოგრიჭიანი, მაგრამ ეს უკვე მეორედ გააკეთა ტულაშუმაევსაც, კარგად დაართვა ფეხი და გაექცა. 15 წამი სულ და დგომიდან თითქოს მოგვერძეს სადა შესვლა გოგრიჭიანმა, მაგრამ ამასაც მომზადებული გახდა, მაგრამ კარგი ტრიალი. ბოლოს მშვენიერი დატრიალება კიდე 4 ქულა. თუმცა ეხა შეტევაში არ არის, ამოიწურა და 7-5 საბოლოოდ მაინც გიორგი გოგრიჭიანმა გაიმარჯვა, ოღონდ ძალიან დაძაბულ შეხვედრაში. ერთ-ერთი ყველაზე კი არა, ყველაზე დრამატული შეხვედრა იყო აი პირველ სლოტში. 57-საც ალბათ ჯობდა, ყოველ შემთხვევაში დრამატიზმით ნამდვილად აჯობა იმას. მოკლედ ამბროლაურმა დაასრულა გამოსვლა 2 ოქროს მედლითა და 2 ბრინჯაოთი და საგარეჯომ დაასრულა 3 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი. საგარეჯოელების გაწმილებაც მესმის ახლა სამი ფინალისტი ყავდათ. ეხა განმეორებით თუ გენახა ის ბოლო ილეთი და ბოლო მონაკვეთი კაი იქნებოდა. ბრინჯაოს ვიზიოები აქ ვიცით, შემდეგი აგებ ნახოთ არის ესეთი ნახეთ რა გაძრიალი შეასრულა. ნამდვილად იყო ეს 4-ქულიანი და აი ამ ილეთით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა გოგრიჭიანმა.